დიახ, ხდომას ესწრებოდნენ თავად დაზარალებულებიც, რომლებმაც ერთგვარი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და პროკურორს წააკითხეს წერილი. ისინი ითხოვდნენ, რომ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმად მოსამართლე დავით კურტანიძეს გამოეყენებინა პატიმრობა, რაც შემდგომში 2 საათიანი ხდომის შემდეგ მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროკურორის პოზიცია, ჩვენ დავინტერესდით, რას აპირებს ახლა საბრალდებო უწყება, გარდა იმისა, რომ გაუშვა წინასწარ პატიმრობაში სფერო ჰოლდინგის და სფერო ინვესტის ორივე დაამფუძნებელი. ეს დაუსწრებლად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა. გიგა წულეისკირი კი სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს უკვე საპატიმროში. რა ბედიელით დაზარალებულებს? ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დაუსვით საქმის პროკურორს გამომძიებელს, თუმცა სრულფასოვანი პასუხი ვერ მივიღეთ. პროკურორი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება სასამართლოს ხდომები, შეეფარდებაც საბოლოოდ პატიმრობა, გამოცხადდება განაჩენი გიგა წულეისკირის და ასევე გიორგი მურუსიძის. ამის შემდგომ უკვე საგამოძიებო უწყება იმსჯელებს რა უქნან იმ გაყინულ თანხებს და ქონებას, რომელიც მათ დაუყადაღეს. დაუბრუნდება თუ არა დაზარალებულებს საკუთარი თანხა, ამაზე კონკრეტული პასუხი პროკურორისგან ვერ მივიღეთ. სამართლის საქმეზე დაყადაღებულია როგორც ბრალდებულების, ასევე სხვა პირების, მათ შორის კომპანიების კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონებები, რაც ასევე მნიშვნელოვანია თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე დაზარალებულების ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ვიდრე განაჩენი არ დადგება, ხო ვერ მოითხოვენ დაზარალებულებს ბუნებრივია, ეს არის სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში. შესაბამისი განაჩენის დადგომის შემდგომ იქნება შესაძლებელი ამ ნაწილში დაზარალებულების დაკმაყოფილება. ყადაღა ეხსნება დროებით ამ ქონებას? თუ სახელმწიფოს ბაზაზე რჩება ეს ამ შემთხვევაში, როგორც განმარტე, განაჩენის დადგომის შემდგომ იქნება შესაბამისი პროცედურების წარმოება, რაც ამ შემთხვევაში არ შედის ჩემს უფლებამოსილებში. შევისწავლეთ ნელ-ნელა საქმის მასალებს, ძალიან დიდი მასალაა, დაახლოებით 10 ტომია. ჩვენ დაზარალებულებს არსად არ ვემალებით, ისევ გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ვისაც რა თქმა უნდა ამის სურვილი ექნება, რომ როგორმე დაკმაყოფილდნენ ისინი. და ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა მაინც არ არის ეფექტური პრაქტიკა, პატიმრობის გამოყენება, რამე თუ შესაძლებელი იყო უფრო სწრაფად დალაგებული იყო დაზარალებულის პრობლემების მოგვარება. ჩემთვის ცნობილი არ არის კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ, თუ სად იმყოფება დასაცავი პირი, თუმცა განგიმარტავთ, რომ სადაც არის რა ინფორმაციაც მაქვს მე, ცდილობს ამ პრობლემის შეძლების და გვარად მოგვარებას. რა არის მოგვარების ძირითადი მიზანი, რომ ისევ და ისევ ამ ხალხს დაუბრუნდეს კუთვნილი თანხები. თაღლითობაში ბრალდებული, მხილებული გივი წულეისკირის სფერო ჰოლდინგის დაამფუძნებელი დღეს სასამართლო პროცესში ამტკიცებდა, რომ არავისი თანხა მას არ მიუთვისებია, ის არ არის თაღლითი და პირდებოდა სასამართლო დარბაზში მსხდომ დაზარალებულებს, რომ ახალ წლამდე დაუბრუნებდა ყველას თანხას. იმ პირობით თუ მას გამოუშვებდნენ დღეს სასამართლო პროცესიდან, მან ასევე მიმართა მოსამართლეს, რომ კლაუსტროფობია აქვს დახურული სივრცის შიში. შესაბამისად მისი საპატიმროში გაშვება არ შეიძლებოდა, თუმცა ის გაუშვეს ციხეში და ის უკვე ეტაპირებულია გლდანის დაწესებულებაში. წინა სასამართლოს ხდომა 30 დეკემბერს ჩაინიშნა. ამ ვადაში დააბრუნებს თუ არა ქვეყანაში გიორგი მურუსიძეს საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით უცნობია.